Christi აღსდგა. Christi აღსდგა. Christi აღსდგა. მრავალავდგომას დაესწროს საქართველო, საქრისტიანო მთელი სამყარო და თითოეული თქვენთაგან. დიდი დღეებია, სიხარულის დღეებია. პასექის ჟამია, ერთი კვირა ტაძარში აღსავლის კარი არ დახურულა, საკურთხევლის კარი არ დახურულა. და ეს დღეები ნიშანია იმისა, თუ როგორი იქნება სამოთხეში ყოფნა. პასექის ჟამი, წყინვალე შვიდეული გვასწავებს, რომ მარადიული სიხარული იქნება სამოთხეში. და არ ვკითხულობდით ფსალმუნებს. და ფსალმუნში რა წერია? ეს არის თხოვა, ნაბედრება, სინანულის გამოხატვა ფსალმონში და უფალი აღსდგა და აღდგომა მოიტანა და აღარ სჭირდება ადამიანს არაფრის თხოვნა. ყველაზე დიდი სათხოვარი რაც არის, ეს არის გადარჩენა. ყველაფერი რაც ადამიანს სჭირდება, ეს დროები სჭირდება, მაგრამ გადარჩენა, ცხონება სულ სჭირდება. უფალმა თავისი დაღვრილი სისხლით მიუტევა კაცობრიობას, ამიტომ არ იკითხებოდა ფსალმუნები ერთი კვირის მანძილზე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამოთხისეული მდგომარეობა იყო დედამიწაზე. მეტანიას არ ვაკეთებდით და რატო არ ვაკეთებდით მეტანიას? იმიტომ რომ მეტანის კეთების დროს მონისახეს გამოსახავს ადამიანი და უფლის აღდგომით წეობა მიეცა ადამიანს. მიწაზე თაყვანისცემა სიკვდილს ახსენებს ადამიანს და სიკვდილი მოიკლა, დაისაჯა ჯოჯოხეთი. სიცოცხლის საშუალება მიეცა, მარადიული სიცოცხლე არის ღმერთთან ყოფობა. სამოთხეც კი არაფერია თუ იქ ღმერთი არ არის და მისი მადლი არ არის. ანუ ადამიანი სამოთხეში თუ იქნება ცათასასუფეველში, ისე იგი უფალთან იქნება. და უფალთან ყოფობა მოხდა ახალი აღთქმა. ანუ ახალი კავშირი დაიწყო ღმერთსა და ადამიანს შორის. კვირაცხოვლობა, აღდგომის განახლება, ანტიპასხა, ანუ აღდგომის მაგიერი ძალა აქვს ამ კვირას და ყველა კვირას. უფლის დღეა ყველა კვირა და უფალს ეკუთვნის და კვირა მოდის სიტყვიდან კირიოს, ანუ კირიოს უფალია, უფლის კუთვნილება არის ეს დღეები. საოცარი დღეებია, კურთხეული დღეებია. და მამები ამბობენ, რომ როგორც ადამიანი, რომელიც ზღვაში იხჩობა, ჩაეჭიდება ფიცას მთელი ძალით, ამაზე მეტად უნდა ჩაეჭიდოს ადამიანი თავის ღმერთს, უფალ იესო ქრისტეს, მკვდრეთით აღდგომილ ღმერთს და არ გაუშვას ხელი. მისი რწმენა უნდა ჰქონდეს. აი დღეს მინდა გავიხსენო დიდი წინასწარმეტყველი მოსე, რომელსაც უდაბნოში მოყავდა 40 წელიწადი ერი ებრაელთა აღთქმულ ქვეყანაში შეეყვანა და ვერ შევიდა თვითონ აღთქმულ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეჭვი შეეპარა. რწმენაში ეჭვი შეეტანა ძალიან ცუდია და დამღუპელია. 40 წელი გამოატარა, საოცარ სასწაულებს ახდენდა და ბოლოს მან უფლის სიტყვაში ეჭვი შეიტანა და ისე არ შეასრულა, როგორც უფალმა უბრძანა. კლდეს ელაპარაკა და წყალი გარდმოსცემდეს და მან ორჯერ დაართვა კვერთხი. ამის გამო ის ვერ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში. რწმენაში ეჭვის შეიტანა არ შეიძლება. ზაქარია წინასწარმეტყველს საკურთხეველში ანგელოზი გამოეცხადა და მანაც ეჭვი შეიტანა ანგელოზის სიტყვებში, რომელიც ღვთისაგან იყო გამოგზავნული და ღვთისუწყებას ეუბნებოდა. ამ ეჭვის გამო ის დადუმდა და დაისაჯა, მაგრამ დასჯასაც ვერ ვიტყვით, უფალი არავის არ სჯის. თუ რამე განსაცდელს მოუნეს, ეს პედაგოგიური დამოკიდებულებაა უფლისა ადამიანისადმი. ამ განსაცდელით ზრდის ადამიანს. ადამმა ეჭვი შეიტანა უფლის სიტყვებში და ის მიიღო, რაც არ უნდა მიეღო და ევასთან ერთად გამოიდევნა სამოთხიდან. აი დღეს თომას კვირასაც ეძახიან. თომა მოციქულს ვიხსენებ და გეტყვით რატომ აინც და მაინც თომა მოციქულს და თომა მოციქულმა
წინასწარ ვიტყვი ასეთი რამ თქვა, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ერთი რო უფალი ყველასთვის არის, ყველასთვის აღსდგა, მაგრამ აქ სხვა სიტყვებია, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. შენათ უნდა მიგაჩნდეს უფალი ღმერთი დიდება მის სახეს. და ვისაც ეს უფალი გადამრჩენელი, ჩვენთვის მომკვდარი და აღდგომილი თავისად არ მიაჩნია, ჩემ ღმერთს ვერ ამბობს, როგორც თომამ თქვა, მან ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა, ჭეშმარიტ კაცად და ჭეშმარიტ ღმერთად და დღესაც არიან 21 საუკუნეში ადამიანები, რომელიც დროში და სივრცეში შექმნილ, კაცის მიერ შექმნილ სექტებში გაერთიანდნენ, მოციქულებრივი სწავლება დაუტევეს და ქრისტეს ღვთაებრიობას უარყოფენ. იოღოველები იქნებიან თუ რასელისტება წოდებული თუ სხვანი. თომა მოციქულმა ყველაზე მეტად გადმოსცა ეს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი დიდება მის სახელით. აი დღეს სახარებიდან ვახსენებდა ეკლესია იოანეს სახარებიდან ასეთ ადგილს, რომ მაცხოვარი რომ აღსდგა მკვდრეთით, ამ დროს მოციქულები იყვნენ შეკრებული კართახშუხ და შიშისათვის ურიათაისაო. ესე იგი წერია დავსცემ წყემს და განივნინე ცხოვარნიო და მაცხოვრის ჯვარცის შემდეგ გაიფანდნენ, მაგრამ გონს რომ მოვიდნენ, ისევ ერთად შეიკრიბნენ მოციქულები და კარი ძლიერად ჰქონდა დახშული, იმიტომ რომ ახსოვდათ ის საზარელი სისხლიანი უდევლები, რომაელი ჯარისკაცები, რომელიმაც ჯვარზე აიყვანეს უფალი. და უსაუდაც ის სიტყვები, რომ უფალი ეუბნება, რომ მე თუ მდევნეს, თქვენც გდევნიანო. ახსოვდათ ის, რომ უფალი ეუბნება, რომ სინაგოგებში განგჯიან თქვენ და თქვენი სიკვდილით, რომ მოგწყვეტდნენ თქვენ, იფიქრებენ, რომ მსხვერპლის შეწირეს ღმერთსო. ადამიანები იყვნენ და ეშინოდა და კართახშუხთა იყვნენ შეკრებილი, მაგრამ უფალი საფლავიდანაც კი ზრუნავდა მათთვის და მათ არაფერი ვნებიათ. და აღდგომა დადგა და დილით ადრე მოხდა ეს აღდგომა დიდებული და მოციქულები იყვნენ კართახშუხთა შეკრებილი მეთქი და უფალი შევიდა აი ამ დახურულ კარებში. როგორია თავზარდაცემულები მაცხოვრის ჯვარცმით, უხუცესების, ფარისევლების, სადუკევლებისა და ძველი აღთქმის მღვდელმთავრების საშინელი რისხვა და ზიზღი და სიკვდილისათვის გამეტება მათი და აი ამ დროს, აი ამ წრწოლაში და ლოცვაში რო არიან, თითქოს მიტოვებულები და განწირულები, არც კარი იღება, არც არაფერი, უფალს ვერაფერი ვერ აბრკოლებს, მისი სხეული განხრთობილია და კართახშუხთა შევიდა უფალი ღმერთი დიდება მის სახელს. მას ვისაც ხვევები და ქარები და ადამიანის უძლურება და ყველაფერი ემორჩილებოდა, მას რა გაუჭირდებოდა. და სიკვდილის შემდეგ, როცა იქნება საყოველთაო აღდგომა, მსგავს სხეულში აღდგებაო კაცობრიობა. აღარ დააბრკოლებს მას არაფერი, როგორც უფალს განხრთობილს აღარ აბრკოლებდა, იმიტომ რომ ის კაციც იყო ღმერთის გარდა და მას ჰქონდა მიწიერი სხეული, ჩვენებური სხეული, ჩვენი მსგავსი სხეული, ასე რომ ვთქვა. და ეუბნება მშვიდობა თქვენთანაო. და მე აჩვენებს თავის ჭრილობებს და რო ნახავენ უფლის ჭრილობებს და ხორციელ აღდგომას რომ დაიჯერებენ, იმიტომ რომ სულს ხორცს და ძვალ არ ასხენ. მერე უფალი მეორედ ეუბნება მშვიდობა ყოველთა, ორჯერ ეუბნება მშვიდობა ყოველთას. და რატომ სჭირდებათ ესო? ერთი სულში უნდა კონდეს ადამიანს მშვიდობა და მერე გარეგნულად, ხილულათაც მშვიდობა უნდა კონდეს. როცა გექნება ვნებასთან, ცოდვასთან ბრძოლა, უფალი გეუბნება მე მომიწოდე, მე შემევედრე და მე ჩემ მშვიდობას თქვენ მოგცემ. როცა გექნება გარეგნული ბრძოლები, განსაცდელები, იმედი სხვა რამეზე კინო გექნება, ჩემზე კონდეს იმედი, ჩემზე დაამყარე მთელი სასწოება
და როგორ გვიჭირს ხოლმე რომ მთელი სასუება ღმერთზე დავამყაროთ ხან საით იყურება ადამიანი და ხან ვისკენ მაგრამ უფალია ყველაზე დიდი მშვიდობის მომტანი მაცხოვარი რომ დაიბადა ანგელოზებმა თქვეს რომ მოვიდნენ წყემსებთან დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანზე და მშვიდობა და კაცთა შორის ათმება აი რომელი მშვიდობაზეა ლაპარაკი ძაღლივით კბენს ადამიანს სინდისი და აწუხებს ვერაფრით აჩუმებს მოუსყიდავი მსაჯულია როცა ცოდვა აქ ადამიანს თუ სინდისი არა დამწვარი აწუხებს ეს და უფალმა თავისი მოსვლით თავისი ჯვარცმით და დაღურილი სისხლით გამბანა კაცობრიობის ცოდვები და როდის ენიჭება ჭეშმარიტი მშვიდობა ადამიანს როცა იგრძნობს რომ უფალმა აიღო მისი სულისგან ცოდვა თუ გულწრფელად ამბობს ახსარებას ადამიანი საოცარ მშვიდობას გრძნობს თავის სულში აი ამ მშვიდობას პირდება უფალი ცოდვათაგან მიტევების შემდეგ რომ მიეცემა მშვიდობა და მერე უფალი ეუბნება რომ ვითარცა მე მომავლინა მამა მეც წარგავლინებთო და შებერე და თქვა მიიღეთ სული წმინდა უკეთო ვიეთნებე მიუტევნეს მიეტევნეს ცოდვანი მათი და უკეთო ვინმე შეიპყრა შეპყრობილიყვნენ ესე იგი უფალი ღმერთი რას აკეთებს თავისი აღდგომით სიკვდილს კლავს სიკვდილი აღარ არის ანუ ჯოჯოხეთი აღარ არის იმ გაგებით რომ წინაზეც თქვი აღდგომის დღეს გარდაუვალი რეალობა იყო ყველა დაბადებულისთვის ჯოჯოხეთი ეხლა ესე აღარ არის ვინც ხსნელს კუდრეთით აღდგომილ უფალს გაყვება მისთვის ჯოჯოხეთი აღარ არის ცოდვების მიტევა მიანიჭა შებერე თქვა მიიღეთ სული წმინდა უკეთო ვიეთნებე მიეტევნეს მიეტევებაო ზიარების დროს მისატევებელად არის სინანულის საიდუმლოში ახსარებას რო ვეძახით მისატევებელად ცოდვა კიდევ რა არის სიკვდილი კიდევ როგორ დაიძლია უფალი აღსდგა არავინ არ ყოფილა რომ იგი აღადგინა კაცობრივ ბუნებით აღსდგა ეს ნიშნავს რომ საყოველთაო აღდგომაზე ყველა აღსდგება როგორი ძნელი გასაგებია ეს აღდგომა თუ გვწამს ქრისტეს აღდგომა მაშინ საყოველთაო აღდგომაც გვწამს მიწაში გაფანტული ძვლები რანაირად აღდგება პატარა ნაწილაკებად რომ ვაქციოთ რკინა და განვაბნიოთ მიწაში ერთ მაგნით შეუძლია ისევ შეკრიბოს ის ძლიერ მაგნით ღვთის სიტყვას არ ძალუც ადამიანის აღდგენა თუ ის გვწამს რომ ღმერთმა თქვა ქმნეთ კაცი ხატ ადამიანს გავსა ჩვენდაო და შეიქმნა ადამიანი და სიცოცხლის სუნთქი მიანიჭა თუ გვწამს რომ მიწისაგან ვარ შექმნი და 4 სტიქიისაგან მიწა ვიყავით და მიწისაგან შექმნა უფალმა იგივე ღმერთს ძალუც მიწას ქცეული ადამიანი აღადგინოს საფლავისაგან ანუ სიკვდილი გაუქმდა სწორი გაგებით თუ გავიგებთ ამას და ის შემდგომ მერვე დღე დადგა და უფალი ისევე ცხადება მაგრამ სანამ ეს მერვე დღე დადგებოდა იქამდე თომა მოციქული მოვიდა მაცხოვარი რომ პირველად გამოეცხადათ იქ არისო და ის ასეთ რამეს ამბობს არ დავიჯერებო როგორი ეჭვია ეს ესე იგი იმას კი არ ამბობს თვალით თუ დავინახავ ვირწმუნებო არა სანამ ფიზიკურად არ შევეხებიო არ ვირწმუნებო თომას მარჩბივს ეძახდნენ უგანგებოთ არ დაერქვა ეს სახელი ტყუპს ნიშნავს ანუ აზრების გაორება სჭირდა თომას სანამ ლაზარეს აღდგომა მოხდებოდა იქ ამბობს ასეთ რამეს საოცარ თავგანწირვას იჩენს მაცხოვარი როცა მიდის და იუდეველებს უნდათ მისი მოკლა წავიდეთ ჩვენც და მასთანა მოვწყდეთო ესეთი რამე არც ერთ მოციქულს არ უთქვა მაგრამ აქ საოცარ ურწმუნებას იჩენს აი ესეთი მერყევი არის ადამიანი და მთელი კვირა არ ჩანს უფალი და მოვიდა მერვე დღეს რატო მერვე დღეს მაინც და მაინც მეხუთე დღეს მოვიდა და მეექვსე მეოთხე დღეს
მერვე დღე ბოლო დღე არის, ანუ ყველა კვირა თავდება ასე, ორ შაბათიდან დაიწყება წესით, ერთ შაბათიდან, ანუ კვირიდან და შაბათს თავდება და ასე. მაგრამ როცა იქნება სამყაროს დასასრული, იქნება მერვე დღე, ანუ ის დღე, რომელიც აღარასოდეს აღარ დამთავრდება. და აი ამ დღისთვის ვაჩვენებს უფალი, ბევრი იქნება თომასავი, აბა მაჩვენეთ უფალი, ხელით შევეხო ღმერთს და მაშინ დავიჯერებ. ანუ იმ ბოლო დროს ბევრი ურწმუნოება იქნება, ამას აჩვენებს უფალი. რწმენის ნაკლებობა იქნება და ყველა ტომი ატირდება და ყველა ხალხი უფლის წინაშე. და გვაჩვენებს, რომ მაშინაც არ იქნება რწმენა, რომ მოვალ ვიპოვი კი რწმენასო. ამან შეგვახსენებს უფალი. მთელი 40 დღე 11-ჯერ გამოეცხადა, რომ რწმენა განემტკიცებინა. თომას მაგალითი ეს არის უფალი, რომ გვეუბნება, რომ შენი ხელი შემახე, ამით ჩვენს გვეუბნება. თომას ურწმუნოება ჩვენ რწმენაში გასაძლიერებლად გამოიყენაო, მამები ამბობენ, რომ აი ესე დაჟინებით, რომ ამბობს თომა უფალიცენ, აი ნახე, აღდგომილი ვარ მკვდრეთით, შემეხე და ჩვენც ეჭვი არ უნდა შეგვეყაროს. ხშირად ეჭვია ხოლმე ადამიანის გულის კუნჭურში ღმერთისადმი, მისი აღდგომისადმი. ამიტომ წერენ მამები, რომ ბევრი ილოცეო, წმინდად იცხოვრეო, რომ მოვიდეს ისე როგორც თომასთან მოვიდა და გაგინათოს გული და გონება და გაგაძლიეროს ღმერთმა. და იქ კიდევ რა ჩანს აქ? უფალი წარმოიდგინეთ მკვდრეთით აღდგა, ქერუბიმებს, სერაფიმებს აღემატა და თავისი კაცობრივი ბუნებით და მარჯვენითვისა დაჭდა. უზენაესი განდიდრდა, მოეცა მას ყოველი ხელმწიფება, როგორც თვითონ ამბობს, ცათაშინა და ქვეყანას ზედა და ისევ მოვიდა. ერთი თომას გულისთვის ისე მოვიდა და გამოცხადდა. ისე უყვარს ადამიანი თომა და მთელი კაცობრიობა, რომ მან შეუძლია თითოეული ჩვენთაგანისთვის ისევ მოვიდეს. და მამები წერენ, არც ხვენსო დიდარ ადამიანებს ადამიანი აღარაფრად არ მიაჩნია. ერთ წამს შეუძლის ის დააგლახაკოს უფალმა. მარჯვენით ღვთისა დაჯდომილმა ძეკაცისამ და ძეღვთისამ ინება ისევ მოსვლა, რომ თომა გადაერჩინა და დღეს ადამიანს არაფრად აგდებენ. ღმერთმა რა გააკეთა ადამიანის სიყვარულისთვის და როგორ არცხვენს ამით, რომელიც ადამიანს არაფრად მიიჩნევს. და კიდევ რა არის აქ? დახშულ კარებში ისხდნენ. ასე უნდა დახშა გულის კარები. ისინი იუდევლების შიშის გამო იყვნენ, რომ არ მოეკლათ ისინი. და ჩვენ ცოდვის ეშმაკის ამწუთი სოფლის შიშის გამო გულის კარები უნდა დავხშათო, რომ მარადიული სიკვდილი არ მოიტანოს. როგორც იქ იუდევლები მოიტანდნენ, აქ არ მოიტანოს ცოდვა მეს, უფალო დაგვიფარე, უფალო გადაგვარჩინე, შეგვიწყალა. ჩვენ ამ სახარებას ასე მექანიკურად კი არ უნდა ვკითხულობდეთ. მის სულს და შინაარს უნდა ჩავძლებ. რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი. ადამიანს რომ ყოველი ელაპარაკება და უხადაგებს, განსაკუთრებით კვირის წირვის მერე ღვთის მადლი ეხმარება მოდელს, რომ საღვთო თქვას. ეს უნდა დაიმახსოვროს ადამიანმა. თავის ცხოვრებაში უნდა გადაიტანოს. და სად არის ეს? გავა თუ არა ადამიანი ეკლესიიდან, ისევ ემსგავსება ამ წუთის სოფელს, ამ წუთის სოფელში მყოფ ხალხს. ქრისტიანი გამორჩეული უნდა იყოს. თავისი რწმენი, თავისი ცხოვრების წესი. და შეგვეციოს მოციქული თომა, რომელმაც აი ნახა უფლის ხელები, უფლის ჭრილობები და ყველაზე მეტად მან დაამოწა მისი ღვთაებრიობა და თქვა, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემიო და სხვა არაფერი ჭირდება ადამიანს ღმერთის გარდა. ღმერთს უნდა ჩაეჭიდოს მეთქი და უფალმა უთხრა, შენ მიხილეო თომაო და მირწმუნეო
ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახივარ და ვრწმენეო. დღეს ადამიანები გეუბნებიან ღმერთი მაჩვენე და ვირწმუნებო და მზის წირო დააყენო, რომელიც ღმერთის ერთი სიტყვით შეიქმნა. ერთი წუთი ვერ გაუსწორებს თვალს, 2 წუთში 3 წუთში თავბრუ დაეხვევა და დაეცემა. აბა დადექი მზის წინაშე. და ამის შემოქმედის წინაშე ხო დაიფერხლა ადამიანი. როგორ ბედავს ადამიანი ამ ღმერთი მაჩვენებთან. მზეს ვერ შეხედა. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულით, არამედ მათ ღმერთი იხილონა. გულის სიწმინდის მოპოვება არ უნდა, რომ ღმერთი იხილოს ადამიანი. გულით ხედავს ადამიანი ღმერთს. ხუთი გრძნობა, ხუთი გრძნობით ხედვა, სმენა თუ შეხება არის თუ ყნოსვა თუ გემოა, ამით სამყაროში შედის ურთიერთობაში. მეექვსე გრძნობას გულს იტყვია. ვიცით, სულიერ სამყაროს უკავშირდება ადამიანი, რის საშუალებით, ამ ხუთი საშუალებით სამყაროს აღიქვავს ადამიანი და აღარ განმამარტვინოთ როგორ აღიქვავს. და აი მეექვსეთ გულით ის ღმერთს აღიქვავს. და გულის განწმენდა საჭირდა უფალი ამბობს, რომ ნეტარ იყვნენო წმინდანი გულითო, რამე თუ მათ ღმერთი იხილონო. და ბოლოს ამი დაამთავრებ, რომ იონე მახარებელი ამბობს, რომ ეს დაიწერაო იმისთვისო, რომ გრწმენესო და ცხოვრება გაქვნდეს საუკუნო. ერთადერთი სახელია, რომელიც უნდა სწამდეს, რომელიც ცხოვრება საუკუნოს მოუტანს ადამიანს. ეს არის მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე. შეგახსენებთ, რომ არის მიცვალებულთა ხსენება. ჩვენ მათაც მიულოცავთ აღდგომის სიხარულს, მათაც ვახარებთ ქრისტეს აღდგომას და მათი უკვდავი სულები ამ აღდგომის მადლით იყვნენ მშვენიაში და სიხარულში. შაბათს მოისურვეს, რომ ესე იგი ჩავატაროთ მათთვის წირვა და მათთვისაც ჩავატარებთ წირვას დატოვეთ სახელები. ეს ხლა დღეს მოხდა განტეხა არტოსი, წმინდა პური, კლასიკური ბერძნულით არტოსი ერქვა პურს. ეხლა ფსომი ქვია, მაგრამ ძველი როცა სახარება დაიწერა, მაშინ ერქვა არტოსი და ეკლესია ინახავს ამ სიძველეს. და გახსნილ აღსავლის კარში იყო დაბრძანებული ეს წმინდა პური და ლოცვები წაეკითხა, როცა დავაბრძანი და როცა გამტეხეთ, მაშინაც წაეკითხა ლოცვები. ანუ განსაკუთრებული საკრალიზაცია აქ, ასე ვთქვათ, დიდი სიწმინდე მიენიჭა. და ამას იღებენ გასულიერი და ხორციელი განსაცდელების დროს, მაგრამ მიაქვთ ხოლმე ხალხს და წლიდან წლამდე ეგრე უდევთ. ეს უნდა მიიღო როგორც დიდი სიწმინდე ნაკურ წყალთან ერთად უზმოზე და მიიღე და სხვასაც გაუნაწილეთ. სიწმინდით მადლს გასცემს ეკლესია. ამ მადლის საშუალებით ადამიანი იმარჯვებს საკუთარ უძლურებებზე. და თუ ადამიანი გაიმარჯვებს ქრისტეს ძალით თავის უძლურებებზე და მიიღებს ძვალთა მიტევებას, საღვთო მშვიდობა იქნება მას. ღმერთმა წყალობა გაგატანოთ, კიდევ ერთხელ გილოცავ აღდგომის წინვარე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!